მოგესალმებით ყველას, გიბრუნდებით ძალიან მაგარი ახალი ამბებით. რაფის ორგანიზაცია, ჭიდაობის ორგანიზაცია ჩამოდის საქართველოში. და მთავარ ბრძოლაში ვინ იქნება, რა თქმა უნდა, მერაბ დვალიშვილი შეხვდება სეხუდოს, მაგრამ როგორი ქარდი იქნება და რა სპორტსმენები იქნებიან ამ ქარდში, ამაზე ყველაფერზე ზუსტად მერაბის კომენტარს მოусმინეთ ახლა. გამარჯობა საქართველო, RAF საქართველოში მოდის 11 ივლისს. ძალიან მაგარი ჭიდაობები იქნება, RAF ყველა ვიცით რა მაგარი ორგანიზაციაა. მათ შორის ვიჭიდავებ მეც, ხამზად ჩინაევიც, არმან ცალუკიანის, ჩვენი ქართველი მოჭიდავები, გივი მაჭარაშვილი, ვლადიმერ ხიჩეგაშვილი, შეიძლება გენოც დაჩვენოთ მთელ მსოფლიოს თუ როგორ გიყვარს ჭიდაობა, როგორ გიყვარს ქართული სპორტი და როგორ გავხდებით ერთმანეთს. შევხვდებით საქართველოში 11 ივლისს RAF-ის ჭიდაობაზე. Let's go. წავიდა. ეს გადაცემა იქნება ძალიან საინტერესო ახალი ამბებით, იმიტომ რომ ვიბრუნდება შავკატ რახმონოვი, მაგრამ შავკატ რახმონოვი კი ვიბრუნდება, მაგრამ ოჯახში ისეთი პრობლემები აქვს, ამის შესახებ დღეს მოგიყვებით. ასევე ბენასკრენი ვიბრუნდება, ბენასკრენი ალბათ ყველა მიცით, რამოდენიმე თვის წინ ეს ადამიანი პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით კვდებოდა, კომაში იყო, მაგრამ ეხლა ბრუნდება და ხვდება ვის? UFC-ს ყოფილ ჩემპიონს. ნახოთ რა მოხდება. ასევე ახალი ამბები გვაქვს, გავიგეთ თუ რა დღეში იყო ხამზად ჩიმაევი სტრიკლენდის ბრძოლის წინ. ის პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით ხვდებოდა. და რა თქმა უნდა, რაფის ჭიდაობის ყველა მატჩს განვიხილავთ, ყველა საინტერესო მატჩს, სადაც მერაბ დვალიშვილმა იჭიდავა, ასევე იჭიდავა გივი მაჭარაშვილმა და სხვა დანარჩენებმა. და რა თქმა უნდა, არ დაგვავიწყდეს, რომ ამ გადაცემის გენერალური სპონსორი არის კომპანია გლობალი და ყველაზე დედის მსერავი ბურგერი ამ პლანეტაზე და პრინციპში სხვა პლანეტებზეც ბურგერ ფერედაისი. მე კიდევ ვიწყებ. ამ დღეებში ინტერნეტ სივრცე ნანატმა სიახლემა აფეთქა. გამოჩნდა ვიდეოები, სადაც შავკატ რახმონოვი კვლავ აქტიურად ვარჯიშობს. პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე საშიში და დომინანტი მებრძოლი დიდი ხნის განმავლობაში ჩრდვიში იყო და ფანებისა და სპორტული ჟურნალისტების რადარებიდან სრულიად გაქრა. ამ გაუჩინარების მიზეზი მხოლოდ მუხლის ჯვარედინი იოგების უმძიმესი ტრავმა კი არ არის, პირად ცხოვრებაშიც დატრიალებული ტრაგედიების მთელი კასკადია. შავკატ რახმონოვი მართლაც უნიკალური უნივერსალური მებრძოლია, რომლის სტატისტიკაც მეტოქეებს დღემდე თავს არ სცემს. პროფესიონალურ აქტივში 19 ბრძოლა და 19 გამარჯვება, 10 საბმიშენი და 8 ნოკაუტი. მისი გზა მწვერვალისკენ ელვისებური იყო. 2019 წელს M1-ის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2020-ში UFC-სთან კონტრაქტს მოაწერა ხელი და 4 წელიწადში ქვესაშუალო წონით დივიზიონში აბსოლუტურად ყველა გაანადგურა, ვინც კი პრომოუშენმა შეახვედრა. თუმცა გარდამტეხი მომენტი 2024 წლის ბოლოს გამოდგა. UFC-ის 110-ის ტურნირზე რახმონოვი ოქტაგონზე დაუმარცხებელ ირლანდიელს იან მაჩადო გერის დაუპირისპირდა. ამ ურთულეს დაპირისპირებაში შავკატმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და გერის კარიერაში პირველი მარცხი აგემა. ეს იყო პირველი და ერთადერთი შემთხვევა, როცა რახმონოვს ბრძოლის სრული დისტანციის გავლა მოუწია. ირლანდიელმა შავკატის ფეხებს კოლოსალური ზიანი მიაყენა. სწორედ ამ შერკინების შემდეგ დაეწყო ყაზახ მებრძოლს მუხლის ჯვარედინ იოგებთან დაკავშირებული უმძიმესი პრობლემები. ამას მოყვა ორი ურთულესი ოპერაცია და თითქმის 2 წლიანი პაუზა. ოქტაგონზე ხანგრძლივი არ ყოფნის გამო მებრძოლი UFC-ის ოფიციალური რეიტინგებიდანაც კი ამოიღეს, რომ არა ეს ტრავმა, რახმონოვი უკვე დიდი ხნის წინ იბრძოლებდა საჩემპიონო ქამრისთვის. უფრო მეტიც, ბევრი ავტორიტეტული ექსპერტის აზრით, თავის უნივერსალური უნარებიდან გამომდინარე, სწორედ შავკატია ერთადერთი ადამიანი, ვისაც ისლამ მახაჩევთან თანაბარ პირობებში დაპირისპირება შეუძლია. სამწუხაროდ, რახმონოვის განსაცდელი ამით არ დასრულებულა. სანამ სპორტსმენი საკუთარი ჯანმრთელობისთვის იბრძოდა, მისი პირადი ცხოვრება ნამდვილ დრამად იქცა. 2025 წლის გაზაფხულზე შავკატმა და მისმა მეუღლე გულაიმამ მკაცრ საქორწინო კონტრაქტს მოაწერეს ხელი. ამ შეთანხმების პირობების თანახმად განხორციელების შემთხვევაში თითოეულ მეუღლეს მხოლოდ ის ქონება რჩებოდა, რაც უშუალოდ მათ სახელზე იყო რეგისტრირებული. საბოლოოდ ორი ბინა შავკატისა და დედამისის საკუთრებაში აღმოჩნდა, გულაიმას სახელზე კი მხოლოდ GP Toyota Land Cruiser 200 ირიცხებოდა. სწორედ ეს ავტომობილი მოხვდა 2025 წლის ივლისში საშინელ ტრაგედიაში. გულაიმი ტრასაზე სასიკვდილო ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა. მანქანა გზიდან გადავარდა და ამოტრიალდა. სალონში მის გარდა იმყოფებოდნენ მათი 3 წლის ვაჟი, ასევე გულაიმის ღვიძლი და მისი მეგობარი. ავარიის შედეგად ორივემ
მგზავრი ქალი ადგილზე დაიღუპა, თავად გულაიმა და მისმა შვილმა კი სერიოზული ტრავმები მიიღეს. 2026 წლის მარტში სასამართლო პროცესი გაიმართა. მებრძოლის მეუღლე დამნაშავედ ცნეს საზოგადო მოძრაობის წესების დარღვევაში, რამაც 2 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა ციხეში იგი არ გაუშვეს. სასამართლომ გაითვალისწინა მისი მძიმე მდგომარეობა და სასჯელის მოხდა 5 წლით გადაუვადა, რადგან იმ დროისათვის მის კმაყოფაზე 4 არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდა და თავად საჯაროდ აცხადებდა, რომ მეხუთე ბავშვზე იყო ორსულად. 2026 წლის გაზაფხულზე ამას ხმაურიანი განქორწინება მოყვა. გულაიმა საჯაროდ განაცხადა, რომ შავკატმა შვილებზე უარი თქვა, არ იხდის ალიმენტებს, ბავშვების მასთან მიყვანაც კი აუკრძალა და მათი აღზრდის პროცესი სრულიად ჩამოშორდა. განქორწინების შემდეგ საქორწინო კონტრაქტის პირობებიდან გამომდინარე ქალი უძრავი ქონების გარეშე დარჩა, მხოლოდ იმ დამტრეული ჯიპის ამარა. ასეთი ხანგრძლივი 2 წლიანი პაუზის მუხლებზე ჩატარებული 2 რთული ოპერაციის და პირად ცხოვრებაში გამოვლილი ასეთი გამანადგურებელი სტრესის შემდეგ შეძლებს კი შავკატ რახმონოვი თავისი დამაფრთხობელი და უმარცხებელი ფორმის აღდგენას. შეძლებს კვლავ გახდეს ის ფინიშერი, რომელსაც მთელი დივიზიონი გაურბოდა. გაგვიზიარეთ თქვენი აზრი და პროგნოზები კომენტარებში. ახლა კი მოდით მოусმინოთ UFC-ის ყოფილ ჩემპიონს TJ Dillashaw-ს ინტერვიუს. მან ისაუბრა იმაზე, თუ რა საშინლად გაურთულდა ხამზატ ჩიმაევს ბრძოლის წინ წონის კლება. საქმე იმაშია, რომ არმან სარუკიანმა მას თავისი ნუტრიციოლოგი ურჩია და სწორედ ამ ნუტრიციოლოგის გამო ჩიმაევი ბრძოლის წინ ლამის მოკვდა. ერთი მომენტი ყველა იმასაც ფიქრობდა, რომ ხამზატი ამ ბრძოლაზე საერთოდ ვეღარ გამოვიდოდა. მოდით ახლა პირდაპირ მოусმინოთ, რა სკვება თავად მებრძოლი ამ სიტუაციაზე. ხალხი ვერც კი ხდება რეალურად რა ჭკვიანია სარუკიანი. ძალიან ჭკვიანია, ვარჯიშს საოცრად გააზრებულად და გონებრივად უდგება. ჩემს თავს მახსენებს, როცა არც ერთ დეტალს არ ტოვებდი უყურადღებოდ. სამწუხაროდ ისლამთან იმ ბრძოლის წინ, რომელიც უნდა შემდგარიყო წონის კლებისას, სარუკიანი თავის დიეტოლოგს მიენდო და ამის გამოწონასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. მან სწორედ ის დიეტოლოგი ურჩია ხამზატ ჩიმაევს და ზუსტად იგივე რაღაცა ვნახეთ ხამზატის შემთხვევაშიც. ხომ ასეა? წონის ცუდად კლებას შეუძლია 12 კვირიანი მძიმე შრომა წყალში ჩაგიყაროს. არადა პირველი კემპის დროს ხამზატი ნამდვილ მხედს გავდა, თითქოს დაუმარცხებელი იყო. მისი დამარცხება მაგ მომენტში წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მერე აკავს ვიღაც, ვისაც ფულს უხდი, ამ ქვეყნად ბევრი თაღლითია და ის თუ როგორ დააკლებინეს მას წონა, უბრალოდ საშინელება იყო. რა უნდა გაეკეთებინა მას? მე ის კალვიტას გავაცანი, სემ კალვიტა კი საუკეთესო ამ საქმეში, უმაგრესი მწვრთნელია. რაც გინდათ ის თქვით მასზე, მაგრამ რასაც ეს კაცი აკეთებს, სხვები უბრალოდ ვერ აკეთებენ. საოცრად ჭკვიანია და ის შრომა, რასაც თითოეულ კემპში დებს, უბრალოდ სიგიჟეა. აბსოლუტურად ყველაფერს აკონტროლებს. როგორ აღიდგენ ძალებს, რა დანამატებს იღებ, რა მინერალები გაკლია ორგანიზმში, ამას სისხლის ანალიზით და თმის ნიმუშებით იგებს. აკონტროლებს შენი ჰორმონების დონეს, მოკლედ აბსოლუტურად ყველაფერს. თუ გინდა რომ პიკურ ფორმას მიაღწიო, კალვიტა ზუსტად ის კაცია, ვინც გჭირდება. მაგრამ საუბედუროდ ბოლოსკენ კვებისა და წონის კლების ნაწილი ვიღაცა სხვას ანდეს და ამან ყველაფერი წყალში ჩაყარა. რა გააკეთეს არასწორად? წყალი, აი ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ისე აკეთებდნენ ყველაფერს, რომ შენი ორგანიზმი უბრალოდ გაგეთიშება. არ შეიძლება ერთბაშად 10 ფუნტი დაიკლო და თან საკმარისი წყალი არ დალიო, რომ შენს ტვინსა და სხეულს ანიშნო. მოდი ვაგრძელებ წონის კლებას, ვაგრძელებ სითხის გამოდევნას. თუ ერთ ჯერზე ძალიან ბევრ სითხეს და ძალიან სწრაფად დაკარგავ, შენი ორგანიზმი ოფლის გამოყოფას შეწყვეტს. კი, შეიძლება დასაკლები მხოლოდ 3 ფუნტი დაგჭეს, მაგრამ იცი რა? ამას 7-8 საათი დასჭირდება, რადგან კვდები, პირდაპირი გაგებით კვდები, შენი სხეული გეუბნება, რომ კვდები. ხო და რას აკეთებს სემი კალვიტამ? მას აქვს თავისი ალგორითმები. მთელი შენი კემპის განმავლობაში მან შენი ორგანიზმი თავიდან ბოლომდე ზედმიწევნით იცის. მე ზუსტად ვიცი, რამდენ წყალს ვავ ყოველ დღე ბრძოლის კვირაში. ზუსტად ვიცი, რა წონით ვიძინებ ყოველ დღე. კალვიტამ წინასწარ იცის, რა წონით გავიღვიძებ. იცის ღამეძილში რამდენს დავკარგავ. მათ კი ეს არ გააკეთეს. კალვიტა ეუბნებოდა მათ, აი ამდენი წყალი უნდა დალიო, მაგრამ არ მოусმინეს და აი ხო ხვდებით. ხო და ჩიმაევმა დალია იმაზე 4 ჯერ ნაკლები წყალი, ვიდრე უნდა დაელია. და მერე ერთ ჯერზე დაკარგა იმაზე 4 ჯერ მეტი, ვიდრე უნდა დაეკარგა. მისმა ორგანიზმმა უბრალოდ ვეღარ გაუძლო და მას უკვე აღარ უნდოდა წონის ჩაბარება. უნდოდა სტრიკლენდისთვის $1,000,000 მიეცა და ეთქვა: აჰა, გამომართვი, მეც ვეღარ ვიკლებ, კვდები. თან ნუ დაგავიწყდებათ, რომ ხამზატს ფარისებრი ჯირკვლის მხოლოდ ნახევარი აქვს. მისი მეტაბოლიზმი ჩვეულებრივ ადამიანის მეტაბოლიზმის ნახევარია. ამიტომ თუ სწორედ არ მიუდგები, შეიძლება უბრალოდ მოკლა სპორტსმენი. მე მართლა მჯერა, რომ წონის კლებისას ის სიკვდილის პირას იყო.
კალვიტას განზე დგომა მოუწია, რადგან ის ამ საქმისთვის არ დაუქირავებიათ. ფიქრობ მომავალში მას მოუწევს კონტრაქტში ჩადოს პუნქტი, თუ ჩემთან მუშაობ, შენი წონის კლებაც მე უნდა გავაკეთო. არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ სემთან ემუშავა ვინმეს, ყველაფერი სწორად გაეკეთებინა და წონა ვერ ჩაებარებინა. ასე რომ ვინც მან დაიქირავა, სწორედ მასთან მუშაობდა არმანიც. მახაჩევთან რომ უნდა ეჩხობა, სწორედ მაგის გამო დაეწყო ზურგის სპაზმები. კი, მართლა ძლიერი ზურგის სპაზმები ჰქონდა. წონას კი ჩააბარებდა, მაგრამ ამას არასწორად აკეთებდა. ბრძოლაშიც ვერ აჩვენებდა კარგ შედეგს და ამიტომაც ჩაეხსნა ჩხუბს. ასე რომ მთელი ეს კრიტიკა, რაც კალვიტასკენაა მიმართული, სრულიად უსაბუზლოა, რადგან ხალხს წარმოდგენაც არ აქვს რა ხდება რეალურად. ყველას გონია, ზედმეტად მაგრად ვარჯიშობ, პირიქით, სულ პირიქით. სემ კალვიტას გაცნობამდე საკუთარ ორგანის ფაქტობრივად ლიმიტამდე ვწურავდი. თირკმელზე დაჯირკვლები განადგურებული მქონდა, კოფეინს ვეყრნობოდი. თავს არ ვზოგავდი, ზედმეტად ბევრს ვარჯიშობდი, რადგან ჩაგვინერგეს, რომ მეტოქეზე მეტი უნდა გვევარჯიშა. კი, უნდა იშრომო, მაგრამ ეს ჭკვიანურად უნდა გააკეთო. უნდა აკონტროლო შენი პროგრამა, ის თუ როგორ სპარინგობ და ჭიდაობ, ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. გარედან სოციალური ქსელებიდან რომ მოყურებ, წარმოდგენაც არ გაქვს სინამდვილეში რა მხელა შრომას დებს კალვიტა ამ საქმეში. მომავალში ის ალბათ შეიმუშავებს ისეთ სისტემას, რომ თუ მასთან მუშაობს, სრული პაკეტი უნდა აიღო და ბოლომდე უნდა მიენდო. ამის მიუხედავად ვთვლი, რომ ჩიმავებმა მინიმუმ 3 რაუნდი მაინც მოიგო. მეოთხეც კი საკმაოდ თანაბარი იყო, ხო ასეა? ეს არ ყოფილა გაძარცვა როგორც ბევრი იძახის. ეს ბრძოლა ისეთი თანაბარი იმიტომ გამოდგა, რომ ხანზადმა თავისი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა. თანაც ძალიან ცუდად იასპარეზა თავის სტანდარტებთან შედარებით. და სწორედ ამიტომ არ უნდა შონ სტრიკლენდს მასთან კიდევ ერთხელ ჩხუბი. შონმა ეს ყველაფერი კარგად იცის, რადგან მან პირველივე რაუნდში იგრძნო მისი ძალა და იცის, რომ სულ ესე გაგრძელდებოდა. მაგრამ რო იცოდეთ რეალურად რა გამოიარა ხამზადმა, წინა ღამით კალვიტას მთელი საათი ველაპარაკე. მანამდე გარედან რომ უყურებდი სიტუაციას, სემთან დაკავშირება არც მინდოდა, რადგან ამ ამბების გამო ისედაც უამრავი კრიტიკას და ჰეიტს იღებდა. თუმცა გარედანაც აშკარად ხვდებოდი, რომ ხამზადი იმ საჭმელს არ ჭამდა, რასაც უნდა ჭამდეს. რაღაც პოსტებს დებდნენ, მისი ნუტრიციოლოგიც აქტიურობდა. მე კი ვფიქრობდი, სემი ამას ნამდვილად არ აჭმევდა. მერე ვნახე როგორ იჯდა აბაზანაში წონის დასაკლებად. მაშინვე გავიფიქრე, სემი წონის დასაკლებად მას აბაზანაში არ გაუშვებდა. და როცა მოვისმინე სინამდვილეში რა დაემართა, მოკლედ, როგორ აღებინებდა მწვანე სითხეს, ნაღველს და მთელი ეს სიგიჟე ამბები. წესით ის ბრძოლამდე ვერც კი უნდა მისულიყო. და ამის ფონზე, რომ უყურებ როგორ იჩხუბა მეოთხე და მეხუთე რაუნდებში, კარდიოს მხრივ სტრიკლენდზე უკეთ მაინც ის გამოიყურებოდა. არადა წესით სტრიკლენდია კარდიო სპეციალისტი. ხამზადი კი წინ მიდიოდა და უფრო მძიმე დარტყმებს აყენებდა. ხომ ასეა? ანუ რა გამოდის, შონმა უკან დახევით და ჯებების სროლებით ბრძოლა მოიგო? მე ამას ასე არ უყურებ, მაგრამ ამ ყველაფერმა დამანახა რა მაგარი გამძლეა ხამზადი. სასწორამდე დადგომამდე ლამის სიკვდილის პირას მყოფმა მაინც ასე მაგრად იჩხუბა. გეუბნებით, ლამის მოკვდა მართლა საშიში ისტორიაა. 30 მაისს თავისუფალი ჭიდაობის ორგანიზაციამ რალფმა თავისი ახალი ხმაურიანი ტურნირი ჩაატარა. საჭიდაო ხალიჩაზე ბევრი ცნობილი სპორტსმენი ვიხილეთ, მაგრამ დღეს ჩვენ კონკრეტულ დაპირისპირებებს განვიხილავთ. ტურნირი UFC-ს ტოპ სუბუქწონოსანმა არმან სარუკიანმა გახსნა. მისი მეტოქე ამჯერად ინტერნეტ ინფლუენსერი იყო, რომელიც ფსევდონიმით მაგზი გამოდიოდა. მოდით ვიყოთ გულწრფელები და ყველაფერს თავისი სახელები დავარქვათ. ეს ბიჭი საერთოდ არ არის პროფესიონალი სპორტსმენი. მან სახელი მხოლოდ სოციალურ ქსელებში ატვირთული ვირუსული ვიდეოებით გაითქვა. ამიტომ არმან სარუკიანისთვის ეს შეერკინება თავიდანვე მსუბუქ სავარჯიშო გასეირნებად იგეგმებოდა. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, არმანმა ძალიან დამაჯერებლად დაიწყო. თუმცა მას შემდეგ, რაც სარუკიანმა სწრაფად აიღო 5 ქულა, მოულოდნელი ეპიზოდი ვიხილეთ, მისმა მეტოქემ რაღაცნაირად მოახერხა ილეთის ჩატარება. UFC-ს მებრძოლი წაიქცა და მაგდიმ 2 ქულა მოიპოვა. როგორც ჩანს, ამ ლოკალურმა წარმატებამ ბლოგერს ცოტა თავბრუ დაახვია და ერთ-ერთ ეპიზოდში არმანის მიმართ აშკარად უხეშად მოიქცა. ბუნებრივია, სარუკიანმა ეს არ აპატია, არმანმა მომენტალურად უპასუხა და ოპონენტს თავი პირდაპირ სახეში ძლიერად ჩაარტყა. მაგზის სახეზე ეგრევე დაეთყო, რომ ელიტარულ მებრძოლთა სიტუაციის დაძაბვა და სერიოზული ჭხუბი აღარ უნდოდა. ამ პატარა შეხლა შემოხლის შემდეგ გაბრაზებულ სომეხმა სულ სხვა სიჩქარეები ჩართო და მეტოქე უბრალოდ გაანადგურა. სარუკიანმა საქმე ვადამდე ადრე პირველივე რაუნდში დაასრულა და ბლოგერს ანგარიში 16-5 მოუგო. მაგრამ ყველაზე ცხელი ამბავი არმანმა ბოლოსკენ შემოინახა. გამარჯვების მოპოვების შემდეგ სარუკიანმა მიკროფონი აიღო და პირდაპირ გამოიწვია კოლბი კოვინგტონი. მან დამაჯერებლად განაცხადა, რომ სწორედ ის არის საუკეთესო მოჭიდავე მთელს MMA-ში, ასე რომ როგორც ჩანს, არმან სარუკიანის შემდეგი მეტოქე საჭიდაო ხალიჩაზე სწორედ სკანდალური კოლბი კოვინგტონი იქნება.
და აი ქართველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ორთაბრძოლა ამ პრომოუშენში. მერაბ დვალიშვილი ყოფილი UFC-ის ჩემპიონის ფრენკი ედგარის წინააღმდეგ. მოკლედ მერაბ დვალიშვილმა ქვაქვაზე არ დატოვა და გაანადგურა თავისი მეტოქე. მოდით მოусმინოთ ახლა მერაბ დვალიშვილის კომენტარს და პარალელურად უყუროთ ამ ბრძოლის მომენტებს. ფრენკი ედგარის მიმართ უდიდესი პატივისცემა მაქვს. ის ნამდვილი ლეგენდაა და მისგან ყოველთვის მაგალითს ვიღებდი. იცით, თავიდან სანამ საჭიდაოდ გავიდოდით, მინდოდა უბრალოდ მეგობრულ ტემპში მეჭიდავა, მაგრამ როცა დავიწყეთ, ეს ნამდვილ ჯანსაღ კონკურენციაში გადაიზარდა. ფრენკი ედგარის პარტიაში გადაყვანა, ფეხებში შესვლა, ასევე თეიქდაუნი ძალიან რთულია, მაგრამ მგონი დროთა განმავლობაში ცოტა დავღალე და დავაბნიე ის. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უკეთ გამომდიოდა ფეხებში შესვლა და მისი წაქცევა და საბოლოოდ გამარჯვებაც შევძელი. ძალიან მიხარია აქ ყოფნა, ეს კიდევ ერთი მაგარი გამარჯვება, მაგარია როცა საქმით ხარ დაკავებული, ხო ხდები? როგორც იცით, მიყვარს როცა აქტიური ვარ. ბრძოლებისთვის მზად ვარ. ახლა უბრალოდ პიოტრს ველოდები და იმედი მაქვს მალე დაბრუნდება. ნახე რომ ახლა ის შვებულებაშია. ცხვირზე რა სიტყვი? კი, ბრძოლამდე ცხვირი კარგად მქონდა, მაგრამ მგონი თავებით შევეჯახეთ ერთმანეთს. ვფიქრობ თავი ჩამარტყა და გამიტეხა, მაგრამ ვის რაში აინტერესებს, ცხვირი ბევრჯერ გამტეხვია. ამას ჩემთვის არასდროს შეუშლია ხელი და არც მომავალში შემიშლის. ისეთი არაფერი არ მოხდა, უბრალოდ გატეხილი ცხვირია. ეს ხომ ჩვენი საქმეა, თავადაც გესმის. ასე რომ ყველაფერი მაგრათაა. ყველას იანთან ბრძოლა აინტერესებს, რომელზეც ყველა საუბრობს. ახლა რაიმე კონკრეტული ვადები თუ გაქვს? ადრეს თქვი და ახლაც გავიმეორებ. ზუსტად იმ ღამეს, როცა პიოტր იანს ვეჩხუბე, ჰენტერ კემბელს შევხვდი და მან მითხრა, რომ ჩემი შემდეგი ბრძოლაც პიოტր იანთან იქნებოდა. მითხრა, ნუ იჩქარებ, ტრავმებს რომ მოიშუშებ და მირეკეო. რა თქმა უნდა, 2 კვირის შემდეგ დაურეკე და უბრალოდ პიოტრს ველოდებითო. პიოტრმა რაღაცა პატარა ოპერაცია გაიკეთა. მერე თქვა, რომ ივნისისთვის მზად იქნებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ ჩქარობს. ვნახე, რომ კბილებს იკეთებს. არ ვიცი, რაღაცას იკეთებდა კბილებზე. ახლა ვხედავ, რომ შვებულებაშია და UFC-დანაც არაფერი მსმენია. ჩვენი ბრძოლა ივლისში ან აგვისტოში თუ იგეგმება, ეს ხომ უნდა ვიცოდე. სექტემბერშიც რომ არ მოხდეს ეგ ამბავი, ეგეც უნდა ვიცოდე. მაგრამ იმედი მაქვს მალე დაბრუნდება. UFC-ში მითხეს, რომ ჩვენს წონით კატეგორიაში ახლა არანაირი დროებითი კამარი და მსგავსი რაღაცეები არ იქნებაო. იცით, ჩემთვის სულ ერთია ვინ მოიგებს, შონომელი თუ ზახაბი. მე იანთან ბრძოლაზე ვარ ფოკუსირებული. ვფიქრობ, ეს ძალიან მაგარი ბრძოლაა. ვთვლი, რომ იანი ახლა საუკეთესოა. მან მომიგონ, მე კი საუკეთესოებთან მინდა ჩხუბი. ყოველთვის მინდოდა იმ ბიჭებთან მეჩხუბამ, ვინც ამას იმსახურებს. და პიოტრი ამას ნამდვილად იმსახურებდა მაშინ, როცა კორი სენთჰეგენთან ბრძოლის შემდეგ 2 თვიანი პაუზა ავიღე. რადგან იანი ყველაზე ღირსეული მეტოქე იყო, მაგრამ ახლა უკვე ბევრი თვე გავიდა და ის დროს წელავს. ვფიქრობ, ყველას უნდა ჩვენ ტრილოგიის ხილვა, ეს მართლა მაგარი იქნება. ჩვენთვის ქართველი ფანებისთვის ეს აღამო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და დრამატული დაპირისპირებით აღინიშნა. ხალიჩაზე 2 ტიტანი შეხვდა ერთმანეთს, ჩვენი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გივი მაჭარაშვილი და ოლიმპიური ჩემპიონი ლეგენდარული ამერიკელი კაილ სნაიდერი. ეს ბრძოლა ნახევარმძიმე წონაში თავისუფალი ჭიდაობის სამყაროში ნამდვილი საჭადრაკო პარტია უნდა ყოფილიყო, სადაც სასწორზე ორგანიზაციის კამარი იდო, თუმცა რეალობამ თავისი სასტიკი კორექტივები შეიტანა. შერკინების ყველაზე დაძაბულ მომენტში გივიმ ფეხის სერიოზული ტრავმა მიიღო. ტრანსლაციის კადრებიც ეჭს არტოვებს. სპორტსმენი ჯოჯოხეთურ ტკივილს განიცდიდა და თითოეული მოძრაობა წარმოუდგენლად უჭირდა. ნებისმიერი სხვა სპორტსმენი ასეთ სიტუაციაში რომ აღმოჩენილიყო, დიდი ალბათობით ბრძოლას შეწყვეტდა. ჯანმრთელობა ხომ მთავარი პრიორიტეტია და ასეთი ტრავმით ჭიდაობის გაგრძელება უდიდესი რისკია. მაგრამ გივი მაჭარაშვილი ნებისმიერი სხვა არ არის. მან მეომრის გზა ირჩია. მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობაში შეზღუდული იყო და კარგად აცნობიერებდა, რომ ცალი ფეხით ოლიმპიური ჩემპიონის დამარცხება პრაქტიკულად შეუძლებელია, გივიმ დანებებაზე უარი თქვა. ის გავიდა ხალიჩაზე და გააგრძელა ჭიდაობა, რითაც დაამტკიცა, რომ ნამდვილი ათლეტის სულს ვერანაირი ტრავმა ვერ გატეხს. მას გამართლება არ უნახია, უბრალოდ ბოლომდე იბრძოლა და აჩვენა ხასიათი, რომელიც გაიძულებს მას უფრო დიდი პატივისცე. კი, ამ ბრძოლის შედეგი ამერიკელი სასარგებლოდ დასრულდა, მაგრამ გივიმ გაცილებით მეტი მოიგო. ფანების აღიარება მთელ მსოფლიოში. ეს დაპირისპირება სიმამაცის და საკუთარი საქმის ერთგულების ნამდვილ გაკვეთილად იქცა. გივის უსურებ მალე გამოჯამრთელებას და ახალი მოტივაციით და ძალებით დაბრუნებას. დარწმუნებული ვარ, რომ ყველანაირი ტრავმის გარეშე ქართველი ამ ორგანიზაციაში ბევრს დააკოშმარებს.
რაფის თანამთავარ ბრძოლაში ერთმანეთს ორი UFC-ის ყოფილი სპორტსმენი დაუპირისპირდა, რომლებსაც ყველა MMA-ის ფანი კარგად იცნობს. UFC-ის ყოფილი ჩემპიონი კრის ვაიდმანი და დროებითი ტიტულის ყოფილი მფლობელი კოლბი კოვინგტონი. კოლბი კოვინგტონი პერსონაჟი, რომლის იგნორირებაც უბრალოდ შეუძლებელია. ის საკუთარ თავს დონალდ ტრამპის საყვარელ მებრძოლად მოიხსენიებს და არის ნამდვილად ელიტარული მოჭიდავე, მაგრამ მისი რეპუტაცია მხოლოდ სპორტულ უნარებზე არ დგას. კოლბის ნამდვილი იარაღი არის ბინძური ტრეშ-თოლკი. ზოგჯერ ის ზუსტად მიზანში არტყავს და უხერხულ სიმართლეს ამხელს, ზოგჯერ კი აშკარად გადადის ზღვარს, რის გამოც ეს მებრძოლი ბევრს არ უყვარს. მისი ოპონენტი კრის ვაიდმანი კი ის კაცია, ვისი სახელიც MMA-ის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა, როგორც ადამიანის, ვინც ანდერსონ სილვას 16 ბრძოლიანი დაუმარცხებელი სერია შეაჩერა. ის პირველი ნოკაუტი დღემდე კამათის საგანია. ექსპერტები დღემდე მკითხაობენ, ეს მატრიცა სილვას ზედმეტი თავდაჯერებულობით გამოწვეული შემთხვევითობა იყო თუ ვაიდმანის ცივი გონებით გათვლილი სვლა. რევანში კი ტრაგედიად იქცა. სილვას ფეხის საშინელმა მოტეხილობამ მის საჩემპიონო ამბიციებს წერტილი დაუსვა. თავად ვაიდმანმა კი ამ მოვლენების შემდეგ საკუთარი კლასი ნამდვილად დაამტკიცა. ორჯერ დაიცვა ქამარი ისეთ ლეგენდების წინააღმდეგ, როგორებიც არიან ლიოტო მაჩიდა და ვიტორ ბელფორდი და მოგვიანებით დამსახურებულად მოხვდა UFC-ის დიდების დარბაზში. თავისუფალი ჭიდაობის ორი ოსტატის დაპირისპირება ელვისებურად დაიწყო. ვაიდმანმა ინიციატივა საკუთარ ხელში აიღო, მაღალი ტემპი დააწესა და სწრაფადვე 4 ქულა გამოიმუშავა. თითქოს ვეტერანი შეხვედრის მიმდინარეობას აკონტროლებდა, მაგრამ კოვინგტონი იმათგანი არ არის, ვინც ნებდება. კოლბიმ სიტუაციის გამოსწორება დაიწყო და მეთოდურად შეამცირა სხვაობა. დაუჯერებლად თანაბარდა დაძაბულ ბრძოლაში ბედმა კოვინგტონს გაუღიმა. საბოლოო ანგარიში 5-4 მისასარგებლოდ დაფიქსირდა. გამარჯვებისთანავე კოლბიმ შანსი ხელიდან არ გაუშვა და თავი კიდევ ერთხელ შეგვახსენა. მან მიმართა არმად სარუკიანს უწოდა გათამამებული ბიჭი და განაცხადა, რომ მასთან შეხვედრას აპირებს. როგორც ჩანს, მათი დაპირისპირება მხოლოდ დროის ამბავია და ეს ძალიან საინტერესო იქნება. Today it looks so bad. Please, when we're gonna wrestle, be ready because I don't wanna have easy money. I wanna be legit. რაფის მთავარ მოვლენაში კი ერთმანეთს გეიბლ სტივსონი და ალექსანდრ რომანოვი დაუპირისპირდნენ. გეიბლ სტივსონი ფენომენალური ათლეტია, თავისუფალ ჭიდაობაში 2020 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, რომელმაც ტოკიოს თამაშების ფინალში ქართველი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი დაამარცხა. გეიბლი MMA-ში დაუმარცხებელ პროსპექტად ითვლება. იდეალური რეკორდი აქვს 3 შეხვედრა და 3-ვე ნოკაუტი. სხვათა შორის სტივსონის დებიუტი UFC-ში ერთ თვეში შედგება UFC 329-ზე. რაც შეეხება ალექსანდრ რომანოვს, ის გამოცდილი მძიმე წონოსანია, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, ევროპის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში და მსოფლიო ჩემპიონი გრეპლინგშია, რომელმაც თავის საშიში ფინიშერად დაამკვიდრა თავისი მძლავრი ჭიდაობის ბაზის წყალობით. თუმცა რომანოვი პრაქტიკულად უშანსოთ იყო. გეიბლ სტივსონმა ტოტალური დომინაცია აჩვენა. შერკინების დროს რომანოვმა ხელი იტკინა, მაგრამ სიმამაცე გამოიჩინა და ჭიდაობა გააგრძელა. მაგრამ სტივსონის დონის მეტოქის წინააღმდეგ ტრაუმის გარეშეც კი ფეხზე დგომა უკიდურესად რთული საქმეა. საბოლოო ჯამში ხელის სერიოზული დაზიანების გამო ალექსანდრი იძულებული გახდა დანებებულიყო და გეიბლმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. შერკინების დასრულების შემდეგ დარბაზში გამარჯვებულის მწვრთნელი ლეგენდარული ჯონ ჯონსი გამოვიდა. მან ორგანიზაციას თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დიდი სიამოვნებით თავადაც მოსინჯავდა ძალებს ამ პრომოუშენში. ამ სიტყვების გათვალისწინებით არსებობს რეალური შანსი, რომ უახლოეს მომავალში ჯონ ჯონსის გამოსვლაც ვიხილოთ ამ ორგანიზაციის საჭიდაო შეჯიბრებებში. და წარმოიდგინეთ, თუ ჯონ ჯონსი თავისუფალ ჭიდაობაში დენიელ კორმიეს შეხვდება. ეს იქნება ამ პრომოუშენში ყველაზე ხმაურიანი და საინტერესო დაპირისპირება. ვიმედოვნებ, რომ ეს ბრძოლა ოდესღაც მართლა შედგება. ალბათ ყველას კარგად გახსოვთ მებრძოლი ბენ ასკრენი. ის უაღრესად ტიტულოვანი მოჭიდავეა, რომელმაც შერეულ ორთაბრძოლებში გამოსვლა 2009 წელს დაიწყო. ასკრენი ნამდვილი ლეგენდაა. რამდენიმეჯერ მოიპოვა ბელატორის ჩემპიონის ქამარი, რის შემდეგ UFC-ში გადავიდა, იქაც ფაქტობრივად ყველას გადაუარა და 5ჯერ მოიპოვა ტიტული. 2019 წელს ბენ ასკრენის UFC-ში დებიუტი შედგა, სადაც პირველივე რაუნდში სახელოვანი სპორტსმენი რობი ლოულერი საბმიშენით დაამარცხა, მაგრამ მერე ის ხორხე მასვიდალს შეხვდა. ყველას კარგად გახსოვთ ეს ბრძოლა, სადაც მასვიდალმა ის მუხლით 5 წამში გათიშა და ისტორიაში ყველაზე სწრაფი ნოკაუტი გაიფორმა. მასვიდალთან შეხვედრამდე ასკრენს იდეალური წაუგებელი რეკორდი ჰქონდა ზედიზედ 19 გამარჯვება. თუმცა მასვიდალთან დამარცხების მერე კიდევ ერთი ბრძოლა წააგო და კარიერაც დაასრულა. მაგრამ ბენის ნამდვილი და ყველაზე რთული ბრძოლა ოქტაგონს მიღმა დაიწყო, როდესაც ის ჯანმრთელობის საშინელ პრობლემებს შეეჯახა. 2025 წლის მაისში ასკრენი სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე აღმოჩნდა. ოქროსფერი სტაფილოქოკით გამოწვეული უმძიმე
უმძიმესი პნევმონიის გამო, რამაც ფილტვების კრიტიკული დაზიანება გამოიწვია, მას ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, ორივე ფილტვის გადანერგვა. ბენი თავად აღიარებდა, რომ ფაქტობრივად იმ ქვეყნად იყო. მას შემდეგ, რაც 28 მაისს საავადმყოფოში მოხვდა, ის ხელოვნურ კომაში შეიყვანეს და გონს მხოლოდ 2 ივლისს მოვიდა. მას ყველაზე მარტივი მოქმედებების, მაგალითად სიარულის სწავლა, ნულიდან მოუწია. ბევრს არ სჯეროდა, რომ ის აღდგენა შეძლებდა, მაგრამ ასკრენმან წარმოუდგენელი სიძლიერე გამოავლინა. და აი დღეს ის გიჟობის გაკეთებას აპირებს. 2026 წლის 18 ივლისს მილუოკიში ბენ ასკრენის შეჯიბრებებს დაუბრუნდება RAF-ის ორგანიზაციაში. მისი მეტოქე UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ბელალ მუჰამედი იქნება. ამ დაბრუნების მიზეზი ფულის შოვნა ნამდვილად არ არის. მას სურს შთააგონოს ის ადამიანები, ვინც მძიმე განსაცდელს გადის და საკუთარი მაგალითით აჩვენოს, რომ შესაძლებელია არა უბრალოდ გადარჩე, არამედ დაუბრუნდეს სრულფასოვან ცხოვრებას და სპორტსაც კი. ჩემი მხრივ მინდა ბენს უდიდესი წარმატება უსურვო. ის ნამდვილი მეომარია. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მან გადაიტანა, ხალხი ხშირად ლოგინიდანაც ვერ დგება. მან კი არა მხოლოდ ფეხზე დადგომა შეძლო, არამედ საჭირაო ხალიჩაზე გადის ძალიან სერიოზულ ოპონენტის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ბევრი იტყვის, რომ UFC-ის ყოფილი ჩემპიონის წინააღმდეგ შანსები მცირეა, მაგრამ თუ ბენი გაიმარჯვებს, ეს ნამდვილი დღესასწაული იქნება ყველა მისი გულშემატკივრისთვის. არა მარტო მისი გულშემატკივრისთვის. მოკლედ ადამიანის ნებისყოფას და მონდომებას საზღვრები ნამდვილად არ აქვს.